მოგესალმებით, დღეს სტუმრად გვყავს კაზი. ძალიან დიდი მადლობა, რომ გვეწვიეთ. მადლობა უნდა გადაუხადოთ ასევე ჩვენ გენერალურ სპონსორს Leader Sports და ასევე მუსიკალურ მხარდამჭერ Music Rooms. მოგესალმებით, როგორ ხართ ბიჭებო? მადლობა, კარგად. მადლობა მოწვევისთვის. ჩვენი სტუმრები რო ხართ, გულ წრფელად. ჩვენ ძალიან ვიხარით. გვეხარია რომ 4-ვე აქ ხართ. პირველ რიგში როგორ ხართ და რა ეტაპზე ხართ ახლა მუსიკაში? როგორც ვიცი, 5 დღის წინ დადროპეთ ახალი ტრეკი. კი, 5 დღის წინ ერთ კვირის განმავლობაში რაღაცა 2 ტრეკი დავდეთ ახალი და ხა მუშაობთ, გვინდა რომ ვიდეო გადავიღოთ კიდე ერთი ახალი სიმღერისთვის და ნენელა რა უძლებთ ზაფხულის სიცხეს, ნენელა ვეჩვევით ქუთაისში ნესტი არის ძალიან დამაგიტო. მაგრამ ისე იმედიანად და მუშაობის პროცესში ბოლო პერიოდში გადავწყვიტეთ, რომ წინა ალბომში მოვშორდით ცოტა ჩვენ სტილსა, ეხლა რაღაცეები დაგვიკროვდა ისე პოსტ-პანკში და ეხლა დავიწყეთ ისე რაღაც პოსტ-პანკ ტრეკების დადება ამ ეტაპზე ვართ ეხლა. ოკეი, ანუ მიუბრუნდით ისე პოსტ-პანკს. მე უნდა მეკითხა რომ ის ველოდოთ თქო განსხვავებულს თქო რაღაც ექსპერიმენტებს ცოტა გადახვევა გადახვევა. შორიდან რო შევხედოთ, რო გადავხედავ ხოლმე ექსპერიმენტია მაინც 80%, იმიტომ რომ სწორხაზოვანი არ არის. ძალიან რენდომ კოლაბებზე ვმუშაობთ ხოლმე და მაგით ძალიან რაღაცა ბოსანოვა. მაგრამ ბოსანოვას გვიყვარს. მაგას ალბათ მომავალში გავაკეთებთ აუცილებლად. თქვენ პირველი ტრეკი იყო კუროტა, სწორად ვიცი ხო? და ეს ჰაიპი მაგ პირველივედან დაიწყო თუ რაღაცა წამოგეწიათ მე ნელ-ნელა? გაგვიმართლა მაგ პერიოდში, იმიტომ რომ თან კორონას პერიოდი იყო და კუროტა რო დავდეთ, ბევრმა მოისმინა და დროს სახში იჭდა ყველა. ეგ პერიოდი მე მგონი მუსიკისთვის ძალიან ნაყოფიერი გამოდგა, იმიტომ რომ თითქმის ყველგან ეგ სურათია. კი. მაგრამ გავგვირდა, იმიტომ რომ მალევე გავაკეთეთ კონცერტი 3 სიმღერა გვედო თუ რაღაც. სადაც მოვიდა ხალხი ბევრი და არ ველოდით და აქედან მალევე დაიდო, მე ყველაზე მეტად რაც გავარდა ალბათ მდევარი და მე მიყვა ასე მე მოვისმინე, მაინტერესებს თქვენ როგორ მოგეწონათ მდევარის ახალი სული. ნინი მიცუძემ რო გააკეთა. ძალიან მომეწონა. აი მე საშინლად. აი რაღაცა აბსოლუტურად სხვანაირად დავინახე კიდე ეგ ტრეკი. მაგრამ მაგ ტრეკს რას თავისი ისტორიაც აქვს ხო, რომ ისეთ ნელა გქონდათ დაწერილი? აი დაახლოებით ნინიმ რა ტემპშიც გააკეთა, ეგ თლადეგრენელიც არა, მაგრამ საკმაოდ ნელი იყო, მაგრამ ნინის ვერსიის შემთხვევაში ისაა ძალიან სასიამოვნო, რომ ორკესტრთან ერთად ჩაწერა. ბევრად ჰარმონიული გამოვიდა და ლამაზ. ხო და ის გიტარის ნაწილს როგორ ფრთხილადაა გაკეთებული და როგორ რაღაცნაირად სათუთად შედის გამოდის. რა თან დატოვა და თან ხო. ჩვენსაც ძალიან საყვარელი და ნინიც ეგეთი მუსიკოსია თვითონ ძალიან დიდი ფანტაზია აქვს, ძალიან მრავალფეროვანი მუსიკას ამემართებაში და ამტკიცებს ამას ყოველთვის. გაიგე რა ის ლაპარაკობ ჩვენზე. იმედია უყურებს ხო? კი. აი მე მაგ რაღაც კითხვა რომ ემზადებოდი დღევანდელი დღისთვის, ვნახე თქვენ ინტერვიუებს უყურე რაღაცებს და ბევრი რაღაც ვიცოდი, ბევრი რაღაც არ ვიცოდი, სიმართლე რომ თქვა და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო რაც იყო ერთ-ერთი ინტერვიუში გაქვთ ნათქვამი, რომ რაღაც გაქვთ EP-ები და ალბომები, რომლებიც გაქვთ ჩაწერილი და დარეალიზებული ერთ დღეში. ანუ ერთი EP გავაკეთეთ ეგრე და ალბომი კიდე ერთი ეგრე. მემორიალი და უხვინალექი. ხო, კარგად ხარ. კი. მაგ პერიოდში არ მახსოვს კარგად, მაგრამ ეგრე ხდებოდა და ეხაც რო არ მოგატყუა, რომ დიდი ხანი ვწელავთ პროცესს ან რაღაცა ხოლმე. თუ დაიწერება, ვცდილობთ ხოლმე, რომ ეგრევე იმ დღესვე ჩავწეროთ, იმიტომ რომ მე არავინ არ იცის რა ბედი ეწევა და ამიტომ ვცდილობთ ხოლმე, რომ ჩაწერა და დაგდება ეგრევე, ხო?
ამ სიმშვიდეს ვინმე თავს თუ არიდებს ის ჩადის და ამოდის ნანგრევებში მაძინებს დაუმთავრებელცას თუ ხელს შეაშველებ ის დახატავს დანთებს ძველ ცეცხლს და უნთებელს ამ მემორიალს ამ მემორიალს ამ მემორიალს ამ მემორიალს ქვას გატეხილს დავიწყებით ნაშინებს შენ თუ აღარ გახსოვს ისე მე მიგანიშნებ თვალებს უსორებ ხალხს თვალებს უსორებ მზეს დარჩი და გადარჩი მე კი კვლავ გავიხსენებ ამ მემორიალს ამ მემორიალს ამ მემორიალს ამ მემორიალს memorials მადლობთ ჩვენ გიტარებზე უფრო მაგრები ვართ მაშინ ორი ვიყავით ოღონდ და თან ეგეც ამარტივებდა საქმეს და ეხა უკვე ბენდი როცა არის კიდე სხვა ხიბლი შეგვძინა ჩვენ პირადად რომ რაღაცა დაკვრის როსაც რეპეტიციის როსაც აღმოვაჩენთ ხოლმე ისეთ რაღაცებს რომ ასეც კაი ყოფილა სიმღერების წერა თუ რაღაც მაგრამ ჩაწერებზე მაინც მასე როგორ გახდით ეგეთ ჩაწერებზე მაინც ეგრე ხდება კი ანუ მალევე ვაკეთებთ ყველაფერს მაინც რა საინტერესო ძალიან საინტერესო 24 ნელა გავხდით 5-იც ვიყავით მაგრამ ეხლა მეტებზე 4 ვართ ეხლა ვართ და ვართ კი კარგი აუ კიდე რო ვისმენდი რაღაცებს რა ისეთი საკმაოდ მსუყე რისერჩი გავაკეთე თქვენზე ყოჩა მართლა და ძალიან საინტერესო რაც აღმოაჩინე კიდე რომ ვოკალს წერთო ტელეფონით რა მარტივია და რა კარგია და რა საინტერესოა მაინტერესებს ყველა ვოკალი ტელეფონით გვაქვს ჩაწერილი საერთოდ კი საერთოდ ყველა სიმღერა რაც დევს ერთი აპლიკაცია რომელსაც ქვია ბენდლები რომელიც ამ შემთხვევით აღმოვაჩინეთ და ჩვეულებრივი კურსასმენით წერთ ხოლმე და ძალიან ამარტივებს საქმეს და თან უკვე ისე ვარ მიჩვეული და თან ისეთი ეფექტები აქვს თვითონ უფასო რომ გვამაყოფილებს და მე იქიდან რაღაცა გამოდის უეჭვე ანუ მიკროფონი თუ უფრო არ გამოდის უკვე რა მიკროფონი გვაჩუქეს კი მიკროფონი გვაჩუქეს და просто დავდეთ სახლშიო მაინც მობილურით ო ძალიან საინტერესო ეს მაგ საშინელი და ესე როზი ვარ ის როგორ მაწუხებს და კაია შენ ყველას ურჩევა iPhone-ი მიკროფონი გამოიყენეთ ძალიან კაი კაი მიკროფონი აქვს ძალიან არა ეს დროს არ მიცი ერთხელ მიცდია მაგრამ ესე ვაუ ძალიან საინტერესოა მაინტერესებს ეგ ახლა გინდათ რომ როგორც ნიშა ეგრე შეინარჩუნოთ თუ ეს არის უბრალოდ მარტივი გზა იმისთვის რომ ჩქარა გააკეთოთ თუ აპირებთ რომ ოდესმე სტუდიაში ჩაწეროთ გადაწერა ხარისხიანად ბჭყალებში ხო გადაწერონ არა თქვა და აპირებთ თუ არა რომ იმუშაოთ სტუდიაში სტუდიურად თუ გინდათ რომ გავაკეთოთ არის რომ თან მოვსინჯოთ და ჩავწეროთ ერთად ცოცხლად ყველაფერი
სტუდიაში. ხო, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში თქვათ ნიშან რამე მსგავსი არა, უბრალოდ საქმეს ამარტივებს ბევრად და სიჩქარეზეც არა, თან ძალიანაც არ ვჩქარობთ უბრალოდ რაღაცა რო წარმოგვიდგენია რაღაცნაირად და გვინდა რომ მოусმინოთ ეგრევე, ვაკეთებთ მობილურში და მე მოვხვდებით რომ მე მგონი ამ კონკრეტულ ტრეკზე მეტი არცაა საჭირო და მე მივხვდით რომ თურმე ყველა ტრეკი ეგეთი ყოფილა, რომელსაც მეტი არ იყო საჭირო საერთოდ, ასე რომ. მაგრამ იცი რა მაინტერესებს კიდე რა არის ის, როცა ხვდებით რომ ოკეი, აი აქ გავჩერდეთ, ანუ ეს მზად არის და ესე დავდოთ მორჩა. აი ეგ რა არის ხომ აი რა ანუ აი რა მდგომარეობა ეგ როდის ხვდებით მაგას აი გარი ძალიან საინტერესო ჩემთვის ტრეკიდან გამომდინარე ხვდებით მაგას როგორც გითხარით ხარისხს არ ვაქცევთ მნიშვნელობას და თუ ჟღერს ისე რომ იმ კონკრეტულ ემოციას ან ჩვენში ან ჩვენ რომელიმე მეგობარში შეიძლება აღძრავდეს იმ მომენტში ან თუნდაც მომავალში მაგ ემოციიდან ხვდებით ალბათ რომ ეს საკმარისია და მეტი აღარაფერი არ გჭირდება ამას და დეცით. ოკეი. ხო და აი თავიდან რომ იწყებდით რომელიმე ქართველი ბენდი ან არტისტი იყო რაღაცა ეს ინსპირაციის წყარო ან რომ მოусმინე და ურა კაია და ის მინდა რომ ვაკეთო რა. ქართულ მუსიკას უსმენდით. დღესაც ქართულ მუსიკას უსმენთ. დღესაც ქართული მუსიკაა უფრო მეტად ინსპირაცია. ამ ჟანრში გვაქვს საბედნიეროდ ძალიან დიდარი და ძალიან ბევრი underrated მუსიკოსი. ძალიან ბევრი ხო. ჩვენ დროს რომ ამ კონკრეტულ ჟანრს რო შევეხეთ, იყო ჩუფი ტელესკოპი, იგივე ეკო ვინდაფოლიო, იგივე მადერონ მანდის ძალიან ბევრი იყო, ვინც ამ სტილში ხო მუშაობდა ჩვენამდე, მაგრამ ჩვენ რო დავიწყეთ, მაშინ თან ამ სტილმა ცოტა სხვანაირი სახეც შეიძინა, პოსტ-პანკიც ძალიან ბევრნაირად ჟღერს და ბევრ ამის ქვია პოსტ-პანკი და გოთიკ როკი. და ჩვენი განსხვავება ისა ჟღერადობა შორის რომ ჩვენი უფრო ჩქარი, უფრო კომპიუტერულია ჟღერადობა. BPM-იც მაღალია. ბინძური უფრო და რაღაცა ელექტროპანკია თქო ხანდახან ვამბობთ ჩვენ. ისიც არის რომ აი მაგალითად გიტარებზე და ბასებზე რაღაც ჩვენი ხმა მაინც ვიპოვეთ რა. თუ აი რა უხდება ჩვენ მუსიკას და რა მოგწონს ჩვენ რა. ჟღერადობა გაქვთ ნაპოვნი თქვენ. შეიძლება ითქვას. ყველაზე მეტად აი რას ფიქრობთ რა შეიძლებოდა რომ აი ამ ხელა ინტერესი გამოიწვია სმენელში რა ის რომ რაღაცა ეს მომწიფდა აი ნოსტალგია გაჩნდა ამ პოსტ-პანკის თუ აი რა არის ის რაღაცა ერთი რასაც გონია რომ აი სმენელი ჩაეჭიდა რა. ყველა სხვა რაღაცას გვეუბნება ხოლმე. ზოგი ამბობს რომ რაღაცა მისთვის ზუსტად როგორც ახსენეთ, რაც ნოსტალგიური განწყობა შექმნა იმ მომენტში და მაგიტო ჩარჩა ეგრე. ზოგისთვის პირიქით ცოტა ეს გაუგებარი ტექსტები გახდა საინტერესო და ზოგისთვის პირიქით ტექსტები იყო ისეთი რომ ზოგისთვის ხო მარტივი არის და მარტივი ენით როა ნათქვამი მაგიტო მომწონსო და ჩემი აზრით საბოლოო ჯამში ტემპი აქვს თვითონ ჟღერადობას ამ კონკრეტულ შემთხვევაში სკაზის და მუსიკას ისეთი რომ ეგ ტემპი არის მთავარი ნიშა რაც უშუალოდ მოსმენის დროს გიჭერს და რაღაც ის იქნება კეჩი ვოკალი ან კეჩი გიტარა ის გითრევს და პატარა სიმღერებს წერთ სულ 2 წუთი ან რაღაცა ეგეთი მაქსიმუმ და არა ხოლმე საკმარისი და უსმენთ თავიდან. ეხლა ამბობდით რომ უფრო შევამციროთ, თან არც გვინდა რომ დიდი სიმღერები ვწეროთ და ჩვენთვის წუთნახევრიანი სიმღერაც ავსებით. საკმარისია რომ თავისად ყველი გამოიტანოს, ბავაინა. მაგრამ საყვედურობენ ხოლმე მაგაზე რომ პატარა არის. არა, შემოსამაგრებთ ეგრე ბევრ სტრიმებს დააგროვო. თავიდან და თავიდან მოგსმენთ. მე ვიცი რომ ეხა უნდა გელოდოთ open air-ზე. Yes. და რამე ისეთი იქნება, რაც აქამდე არ არის წარმოსმენია? კი, იმიტომ რომ ზუსტად ეგეთი იქნება. კოლაბორაცია გვაქვს მოკუმოკუსთან. მოგედია. კი, ერთად ვიქნებით სცენაზე. არ ჩვენ არ მოგვისმენია. ხო. და ეხა დაკვის პროცესში ვისმენთ და ისა ჩვენთვისაც ძალიან მაგარი გამოცდილება. ეხლა ძალიან მალე ხარ თუ არ ვსწრებ? 4 და 5 არის ოფენი არის 4-ში დავუკრავთ ჩვენ.
სცენაზე ერთად დგას შეგიძლიათ რომ მიბრძანდეთ 11 ადამიანი დაუკრავს ერთად სცენაზე და ესეთია საინტერესო არის დატვირთული კაი კომბო არის კი და უდავოდ ძალიან საინტერესო მოკუმოკუს ტრეკებშიც ვართ ჩართული და მოკუმოკუს არის ჩვენ ტრეკებში ჩართული და რაღაცა საინტერესო გამოდის სპაზის სიმღერებსაც ბევრი ინსტრუმენტი და ან მთელი ლაივი ეგეთი იქნება თქვენი რომ ორივე ერთად იქნები კი სცენაზე ვიქნებით ორივე ჯგუფი ერთად რამდენი წუთი უკრავთ ალბათ საათი და 20 წუთი რაღაცა ეგეთი საათი 15 წუთი რაღაცა ორი ის იქნება რა დაანგრევს 11 კაცი რაღაცთან მეტი მოქს ძალიან საინტერესოა ეგეთი რა არ მახსენდება არაფერი ეგეთი გაერთიანება ორიდან თითქოს აბსოლუტურად სხვადასხვა ტიპის და მიმდინარეობის ტიპი და ის იდეა იყო მე მგონია რომ კოკა გოგო ხიას იდეა იყო და კოკას ჩვევია მსგავსი უყვარს ექსპერიმენტები და ჩვენ და კოკასაც ახლო ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა და ხშირად გვაქვს საქმიანიც და არასაქმიანიც რა თქმა უნდა ურთიერთობა და პირველი ადამიანი ვინც ეგ შემოგთავაზა იყო კოკა და ისაც მოკუმოკუს ხალხთან ძალიან ახლოს ვიყავით, ძალიან გვიყვარს ეგენი და თან ეგენიც საინტერესო მუსიკოსები არიან, იმიტომ რომ ერთად რა მუსიკასაც აკეთებენ, ცალ-ცალკე სულ სხვა სამყაროში არიან და მაგათაც რო ვუყურებთ შორიდან, ეგეც სიგიჟე არის და ეხლა საერთოდ ერთად რო მოვხვდით. კაი პროტილი და ბომბი გეუნდებათ. კი ბატონო. მე მაინტერესებს ყველაზე დიდი სცენა, რაზეც დაგიკრავთ რა იყო. ან ყველაზე დასამახსოვრებელი კონცერტი რომელი იყო და რატო? მაგას უფრო ადვილად გაიხსენებ ჩემი. ალბათ ოფენი არის, რა ვიცი. ოფენი. ყველაზე დიდი სცენა ეგა. გამომდინარე იქიდან რომ რეგიონში ყველაზე დიდი ფესტივალი არის, რაღაცა ხუმრობთ ხოლმე რომ ნაკრებში გამოძახებასავითაა რომ ფეხბურთელებს ვერ იძახებენ. ეგეთი ისაა და ჩვენც აკავართ და ისე რავი ლაივი ყველა მაგრამ ისე დახურულ სივრცეებში ლაივი ასწორებს რა რაც კი დაგვიკრავს ყველა თავისთვის საინტერესო იყო რა და ყველას თავის რაღაც ისტორია აქვს და ემოცია ან ლაივი ყველა ან ვერ გამოვარჩევ რა ეგრე ლაივს შედარებით პატარა სივრცეებში თუ არის და დახურულში ჩვენ ურჩევნია უფრო გისმენთ პატარა სივრცეებში დაკვრა იმიტომ რომ პანკ მუსიკას უხდება ძალიან ქმნის ისეთ აურას სადაც ვერავინ ვერ დგას უბრალოდ რა ყველა ჩართული არის ვინც უსმენს და ძალიან უცნაური იყო ჩვენთვის რამდენიმე წლის წინ კლუბებში რო შევიდა პანკ და როკ მუსიკა და ეგ კლუბებში ლაივები ძალიან დასამახსოვრებელი იყო და მან კიდე სხვანაირად იცვლება ენერგია ენერგია მსვენელი სულ სხვა არის კი ხო რაც გამეინსტრიმ დაუცებ და ეგ ძალიან გაშლილი არის ეგ საკითხი კი ყველას გასაგები რო არის ხოლმე და მისაღები ჩვენიერია ეს არის ლიდერ სპორტის კითხვა და ეხება გარკვეულწილად მუსიკას აბა არასდროს არ ვიცი ხოლმე მე პასუხი, მაგრამ ეს არ ვიცი, თუ ფორმა არ მოგეწონებათ, შემიძლია თავიდან ჩავწერ. იმიტომ რომ ესეთი ფორმით მომაწოდეთ, ხო? ბენდმა Kaiser Chiefs-მა, რომელიც ქალაქ ლიდსიდან იყო, სახელი სამხრეთ აფრიკული საფეხბურთო კლუბ Kaiser Chiefs-ის გამო დაირქვა. ამის მიზეზი კონკრეტული ფეხბურთელი იყო, რომელიც ბენდის წევრებს ძალიან უყვარდათ და ასახელეთ ფეხბურთელი. ბიჭებო, თქვენ გამართული იყო ახლა სამხრეთ აფრიკელი ფეხბურთელი იქნებოდა. კითხვა სწორად Chiefs-ში მე არ მახსოვს ვინ თამაშობდა. JJ Okocha-ნა რაც ეგეთ. Kaiser როგორ? Chiefs. Chiefs-ი? Chiefs. მე გუნდი არის. კი, გუნდი არის სამხრეთ აფრიკა. ხო, და ამის გამო დაირქვა ბენდმა ერთი რაღაცა კონკრეტული მიზეზის გამო. უნდა დაასახელოთ თქვენ სწორი პასუხები უნდა დაგვიწეროთ კომენტარებში და ლიდერ სპორტი გადმოგცემთ კურსასმენს. ჩვენ რო გამოვიცნოთ რა იქნება კურსასმენი. რატომაც არა, ხო მაგიტო დავსვიკითხან, რა თქმა უნდა, ამაზე არავინ არ იცით პასუხი. დაგირეკავთ მასე.
წარმოქმნა არ მაქვს. ოკეი. მხოლოდ Google-ი გადაარჩენს მაყურებელს. ჩაჭირებს. გონია რომ ამაზე პასუხი საერთოდ არავინ არ იცის. მესამე გადაცემა ესეთ კითხვებს სვავს და უბრალოდ ახლოსაც ის რაღაც სავარაუდო პასუხები რო ქონდა, ის რაღაცა ცოტა გუმანით, ან რაღაც გამორიცხვის მეთოდით, რაღაცნაირად მიხვიდოდი სწორ პასუხამდე და ეხა იქ ჩემი ფეხი. მე ის არ ვიცოდი ჯგუფმა რო დაერქვა სახელი Kaizer Chiefs-ის გამო. მე მეგონა რომ კიდე ცალკე რაღაც იყო. თურმე აი ნახე როგორი შემეცნებითი ლიციდან სპორტულ მუსიკალური გუშინ ვიყავი მეგობრებთან ერთად და ვუთხარი რომ ხვალ სკაზი ყავს თქო სტუმრად თქო და რამე კითხვა ხო არ გაგვთ თქო რასაც დაუსვამდითო და მითხრეს ძალიან უცნაური რაღაც ძალიან პროვოკაციული კითხვა არის მოემზადეთ სადავთ ოღონდ მე შოქში ვიყავ მე არ გამიგია იქ მაგრამ მითხრეს რომ რაღაცა ჭორის დონეზე გაგვიგიაო რომ დევარიო არ არისო მაგათი დაწერილიო ოკეი რამდენად სიმართლეა ხო თქვენდეს მოწევა არც მე არ გამიგია და ეგ რომ მითხრეს მეთქი ახვალ დაუსვა ამ კითხვას კი ჩვენს გაგვიგია ან თავიდან ვიფიქრეთ რომ შეიძლება იმის გამო რომ მაგრამ ვინმე კონკრეტული არ დაუსახელებია ხო თან არ ვიცით ვინ მაგრამ აი მაგათი არ არის ეს ამბავია მაგრამ ხანდახან ის არის რომ ბევრი ვერსია დევს და ვიღაცებს შეიძლება სხვა გონია თუ ორიგინალი არ ვიცი მაგრამ ჩვენ რაზეც ავფიქრდით პირველი ის იყო რომ შეიძლება რომელიმე სხვა პოსტ-პანკ ჯგუფის ან რამის იმას მიამსგავსეს და მაგით უბრალოდ იმიტომ რომ ჟღერადობა გავს ალბათ რა შეიძლება და ვისი დაწერილია სკაზის სკაზისა რომ იცოდეთ დიდი მადლობა რაღაც ხო ალბათ მაქედან გააჩნდა საფუძველი ჩაეყარა მაგრამ მეორე კრიტიკული კითხვაც მქონდა მსათხარ კი კაცობა მე მომზადებული ვარ მოსული რა სტუმრები მოდიან და ნუცა პროსტო კისერში კოცნის ხომ ყველას ანუ კი რა თქმა უნდა რა სისულელე საჭირო არა ეს კრიტიკული კითხვები რა ვიცი ხო და თუ არ ერთს არ ვთქვა მახსოვს ოკეი თქვენი ორი ტრეკი გავს ერთმანეთს ალბათ შენ განდე და შენ და მე არა ეგ სახელი გაქვს ვარიანტები სახელი კი მდევარი და ტყვე კი გავს ერთმანეთს ხო აი მაინტერესებს ანუ გინდოდ ანუ იცოდ რა თქმა უნდა რომ იცოდით რომ გავდა ერთმანეთს და მაგაში არ მეპარება მაგრამ ანუ რამდენად ოკეი არის ეგ თქვენთვის და რა თქმა უნდა ალბათ ოკეი არის რადგანაც დაარეალიზეთ მაგრამ რა იყო მიზეზი იმისა რომ დაგედოთ ტყვეც მდევარის შემდეგ ტყვემდე დავდეთ დიდი ხნით ადრე ეგოისტი არის ერთი ეგეთი სიმღერა რომელიც ასევე ძალიან გავს ჟღერადობით მდევარს და ტყვეც არის ხოლმე მე მგონია თავარი მიზეზი სადაც ამსგავსებენ არის ბასი იმიტომ რომ ვოკალაინიც გავს არა შეიძლება გავს მიუხედავად იმისა რომ რაღაცა კარგად არ დაგვირვებიო რომ მდევარის არის რაღაცა ჩქარი ისეთი მონოტონური და ამისი უფრო რაღაცა დროთვარში გადაში ხო იცვლება ხო და უფრო მღერა არის ვიდრე ვთქვათ საუბარიან რაღაცა და ბასი მგონია თავარი მიზეზი და ტემპი რის გამოც ამსგავსებენ ხოლმე მარტო ბასს ვამსგავსებ თორე აი რაღაც ინსტრუმენტალურად აი აქ ორი გიტარა იკვრება, უფრო ჰარმონია იკვრება და რავი, არა ხვდები რა თქმა უნდა რის გამოც ვოკალს ვერ ვამსგავსებ რა. მაგრამ სხვები შეიძლება ამსგავსებდნენ ხო, მელოდიას. ოკეი. კი. იმიტომ რომ აქ ბევრად იცვლება. მაგრამ რა იყო თქო, მე მართლა მქონდა ეგეთი არ მეთქი იქნები იმიტომ რომ აი ცოტა ჩასაფრებული ინგა გრიგოლი მე საჭმის ვახვაცებ თქვა და ინგა გრიგოლი არ ჩამისო გთხოვთ ცოტა ჩასაფრებულად სპეციალურად მოვისმინა ეგ რა რომ მეთქი რამე დაусმევ ახლა კრიტიკულ კითხვას და ჩვენ კიდე გვაქვს გეგმაში რომ მსგავსი იცი რა ვიფიქრე სპეციალურად მეთქი დაусვა ამ კითხვას რომ იმიტომ ხომ არა რომ დევარს 4 მილიონი ნახვა და გინდოდათ რომ ამასაც ქონოდა ეგეც ისე კეთდება აი რომ თავიდან რო თქვი რა ერთ დღეში ალბომს როგორ აკეთებს და რაღაც ანუ
ეგრე დაიწერა? ანუ უბრალოდ დაჯდომა, დაიწერა და დადება რა. ოკეი. ხანახამ დებთ ხოლმე ეგეთ იმას ტრეკებს, დევარი, ტყვე როგორიცაა, ეგოისტი როგორიცაა. რაღაცა გაფუჭებული ტელეფონიდან როგორც შეიძლება ისმოდეს ხმა რაღაც სათამაშო ტელეფონიდან ეგრე ჟღერს ყველა ეგ სიმღერა და ხანდახან გვაქვს ხოლმე ის რომ და გავლენა არის მანდაც ეს აღმოსავლურ ევროპული პოსტპანკის სადაც ასევე ძალიან ბევრ სიმღერას მიავსგავსებს ერთმანეთს და მანდაც მთავარი მიზეზი უმეტესად ბასი და დრამი არის რა. მე გამიჩნდა კიდე ამასობაში ერთი კითხვა, რას უსმენთ საერთოდ? საერთოდ ვინ ხარ? ყველაფერს. ჰიპ-ჰოპი ძალიან გვიყვარს. ბოსანოვაც ძალიან გვიყვარს. მეტალიც ძალიან. ბლეკ მეტალიც ძალიან. ბლეკ მეტალი. გიждები. დღეს ბოსანოვას მერე ბლეკ მეტალიც? კი რა. ვაუ. ყველაფერს მაგაში არ მუსიკოსი ხო აი გუნა მეთქვა რა არა მგონია რა ყველა მუსიკოსი და ყველაფერს ეგ უფრო საინტერესოა რა მე არ არის ეგრე ყველა საინტერესო არა მაგრამ ჟანრში რაღაცა ხო ისე ვარ თქმა რომ შეზღუდვა არ გვაქვს ჰიპ-ჰოპს ძალიან ზედმეტად შეგიძლიათ რომ რაღაცნაირად შეჯერდეთ და ერთი მაინც რეკომენდაციის სახით რო გასცეთ ისეთი არტისტი ან ბენდი ან ალბომი მოდი ცალ-ცალკე ვკითხოთ უფრო საინტერესო იქნება მიდი დავყევი ხო მართლა ოკეი მიდი დასვიკითხვა და ცალ-ცალკე ვკითხე ნაჭობი არა თითო მაინც ხო რომ რაღაცა რეკომენდაცია ძალიან დიდი ტიპი კი არა იმით შეიძლება რომ არის აი ძალიან underrated იყოს და შენთვის ძალიან საყვარელი არტისტი იყოს ამ ბენდი რა ან ალბომი თაისიდანაც ძალიან ბევრი მახსოვს ქართველებზე უფრო რომი რა იქნები ალბათ და ძალიან ბევრი არის არ ვიცი ალბათ კუმლე არის ეგეთი ქართველი მუსიკოსი თბილისელი 2000-იანების რომელსაც გირჩევთ რომ მოусმინოთ და ზოგადად გირჩევთ რომ 2000-იანების ქართულ მუსიკას მოусმინოთ იმიტომ რომ ძალიან დაიკარგა ძალიან ბევრი არტისტი არის ის ხალხმა და მგონია რომ 90 ესტრადა იყო მაგ დროს ძალიან ამოწეული კი და მგონი ანუ ალტერნატიული მუსიკაც რო ავიღოთ როკ მუსიკაც მგონია რომ 90-იანების ბევრად უკეთაა შემონახული და ბევრად უკეთაა ბევრად ხშირად მიდის ხალხთან ვიდრე 2000-იანების რა 2000-იანებში კომპიუტერი გაჩნდა და უფრო ციფრული ჟღერადობა შემოვიდა და ძალიან ბევრი ისეთი ბენდი და სოლო არტისტი იყო რომელზეც ბევრი არ იცის ხალხმა თუნდაც 2000-იანების ბოლოს ამ გულისხმობ 2010-მდე რა ვიცი კუნგ-ფუ ჯანკის ეპოქა სადაც იყო მაგ დროს კუნგ-ფუ ჯანკისთან ერთად მოღვაწეობდნენ კიდე დაახლოებით მაგ სტილში ისეთი ბენდები რომელიც ესე ფართო საზოგადოებამ არ იცის იგივე Me and My Monkey და Okinawa Lifestyle და გირჩევთ რომ მაგ 2010 წლის პერიოდში რა მუსიკას გაკეთდა მაგას ეძიებოდეთ მადლობა ძალიან კაი რეკომენდაცია იყო ჩემი აზრით შეგიძლიათ თითო დაასახელოთ თუ გაგახსენდებათ ასევე მაგ დროში გოთიკას კეთებოდა და მე ვიტყვი მთვარის დაბნელებას რა ეს თბილისური ბენდი არის და რა სოფლიო დონის ბენდებიდან ალბათ კივა რობერტ სმითს მოусმინეთ რა იპოვის იკა და იმედია ამოანათებს აი მე ტაქს უსმენდი ხოლმე ხშირად რა რაღაც ერთი წლის მანძილზე სულ. მაგრამ მე რაღაც გადამიარა, მაგრამ ეხა ისო გადმომიარა და ისე უსმენ ხოლმე რა ტაქსი. ეგეთ მიბრუნებები მომწონს. მე ვიტყოდი ქართულს ვიტყვი ერთს და ერთს უცხოურს. ქართული არის პანდერა და კომპარტია. ძალიან მაგარი არის მოისმინეთ. თვარის დაბნელებაში არის პანდერა ასევე. და უცხოურს ვიტყვი QR-ი რადგან ახსენეს, იაპონური ბენდი არის Baktik და ძალიან გავს QR-ს. და ძალიან კაი მელოდიები აქვს და თითქმის არავინ არ იცის. ჩაუჯდა ერთი მეც. ყველა ბენდი გამახსენდა. ყველა ერთი კვირის მასალა გავხსნით. სანამ შემდეგი სტუმარი გასცემს შემდეგ რეკომენდაციას ერთი კვირის მასალა მოისმინეთ მეგობრებო არ არის პრობლემა. ლაკი ვიგამაშოთ. ვიგამაშოთ. ჯოჯოს. რამდენიმე პერსონაჟია, რამდენიმე არტისტია და შექმნილია ერთი პერსონაჟი რა და ხო, სამი არტისტისგან არის ერთი ტიპი შექმნილი. ერთი პერსონაჟია შექმნილი. ერთი ოზი ოსბორნი არის. Okay. ალბათ
ერთი ოზი ოსბორნი თქვენს, ერთი მაიკლ ჯექსონი. თავი გავიწყდებოდ ხო, ვისი სახეა? Exactly. ვაუ. გამოვიცანით? კი, ყველა. სუსტად. ემინემის ყბა აქვს აშკარად. ხო, თვალები. ეს მარშალია. აი, ეხა შემდეგი. ოკეი, შემდეგი. ფლექსაბა. ეწერა ქვემოთ. რომელი იყო ოზი თუ? ბოუი. დევიდ ბოუი. და ჯოან ჯეტი არის ეს? არა, ჯონ ჯეტი არა. რაღაცა ქალის ის თვალები. არის, დები ჰარი ხო ეხა არა? თავს იდებილებ ხო? დები ჰარი არის? როგორ ვერ ხვდები ეხა? ბილი აიდოლი შეძლო. თვალები დები ჰარის მგონია. ცი? არა, აირონ მეიდენის მაისური. ახო, ვისი თავი აქვს ეხა არ დევიდ გამაგიჟო. ბოუის თავი. თუ სახე არა, გოდი. დევიდ ბოუი უეჭველია. აუ, სახევი. სახე ეხა არ მაკივო. მარცა ვერ ხვდები? ძალიან კარგად დააკვირდით და უეჭველი მიხვდეთ. გაგიშდი? ქალია თუ კაცი? ქალია თუ კაცი? ქალია. ხოდა დები ჰარი რატოსკენ რატო? ისა ჰოულის ვოკალისტი რო არის, ხო? არა? აი, ძალიან შორს წახვედით. პოპ არტისტია. მადონა. აუ, მადონა. მხოლოდ მადონა მიყურებდა რო მადონა დეი და მესამე? მესამე აირონ მეიდენის მაისური არის, რა წვერიანი მადონა არის, მით რო ნანეტით. ის არის. ანუ მადონა, დეივიდ ბოუი და მესამე უნდა გითხრათ? არა, თუ კიდე არ მითხრა. წვერი თვინ შეიძლება იყოს. პირის აპარატი აქვს. აეროსმითის რა ქვია? Yes, მართალია. გამოვიცან რა ქვია? ტაილერი. ხო. ეგ არის. სამი. აი, ნუცა საღო. ეს შეგეთლება ნამდვილად. საინტერესო. და ბოლო. კარგი ხედვა მაგით. ჰა? აუ, აღარ არის. კი, მესამე. აი, აბა, ეხ ბიჭებს ვაცადოთ რა. ხო, კაი, ჩუმად. და შეიძლება კანკალებს რო გვინდა რომ ვთქვათ. Snoop Dogg-ი უეჭველი, ხო? Snoop Dogg-ის სახე. არ ვიცი კი. არა. მეს მგონია რომ ლენი არა. კრავიცის თმები. Snoop Dogg-ი არ ვიცი. არა მგონია. ვა. თვალები. ძალიან მოწეული სახე აქვს და მაგიტო Snoop დახვეწ. Dogg-ის იქნება წესით. და პირის ხო. აპარატი არ ვიცი. სნუპის თვალებს შეიძლება გავდეს ხო შეიძლება. მაგრამ თმები ესე ბევრს აქვს. ან დავასახელეთ რომელი მე მაინც თავი დაგვიქნიათ. დავასახელეთ. ორი დავასახელეთ, ხო? ლენი კრავიცი. გე მესამე დაგვრჩა. აი ლენი კრავიცი. მასა ვიჭადებით. მარლი ხო არა? ნაცილსა ვიჭადებით. ირი უნდა ანუ თავი და თვალები არის უჭველად ლენი და სნუპი და მესამე და გამოვიცნოთ ყბა. პირზე დააკვირდით. აი ერთი. ოცადას ვერ დაგვიზო მაყარა. ერთი წუთი. კაია. ერთი წუთი. მიკ ჯაგერის პირია? მიკ ჯაგერია კი. მიკ ჯაგერის პირია კი. არაცადა პროსტა სტუმრებს არა ვერ მოხდებოდი. აი, ჩოობა თუ. იქა ხო გავაკეთე შენ ჯერი იქნება. ვერასდროს ვერ მიხვდებოდით, მაგას მე ტრიკი მეგონა თავიდან რა შევხედე. ხო, თავიდან კი. მე მაისურს იყო ესე რა. ძალიან მენანებიან გასაცილებლად, მაგრამ ხო, უნდა დაგემშვიდობოთ. მადლობა უნდა გადავუხადო ასევე Music Room-ს ჩვენ მუსიკალურ მხარდამჭერს და გენერალურ სპონსორს Leader Sports. ძალიან დიდი მადლობა ბიჭებო, მადლობა. წარმატებები თქვენს გვერდში ვართ, გისმენთ, გულშემატკივრობთ და ასევე წარმატებები. მადლობა. მადლობა მოსვლის. სიყვარულს.